მესიჯი ინფორმაცია, რომელსაც გვიგზავნის ჩვენ ღამე ხო ხედავთ ვარსკვლავებს, ზუსტად ადამიანს უგზავნის ინტუიცია. კიდე ყველაფერი იცის ჩვენზე. ჩვენი ინტუიცია. და დღისით აღარ ხედავთ. რომლითაც ადამიანი ბუნებით არის დაჯილდოვებული. სიზუსტე და საინტერესო აღმოჩენები არის გაკეთებული დღეს. რომ შენ უნდა იყო ძალიან ფრთხილი ამ ბიჭთან. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ ვიმახსოვრით. ვისაც აინტერესებს რეალურად ხო თავისი ცხოვრება. გამარჯობათ მეგობრებო, მოდით განვიხილოთ რა არის ესეთი ფენომენი, ეს ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი უწოდებს სიზმარს, სიზმარი. დღეს თანამედროვე მეცნიერებამ აღმოაჩინა წყარო სიზმარის საიდან არის. აღმოაჩინა მიზეზი, რისთვის ესიზმრება ადამიანს სიზმარი. და რა თქმა უნდა, ახსნა როგორ უნდა გამოიყენოს ადამიანმა სიზმარი. მოდით ვისაც აინტერესებს ეს, ვისაც აინტერესებს თავისი ცხოვრების სიზუსტე, განვიხილოთ ეს, იმათვის არის ეს ვიდეო. იმისთვის რომ განვიხილოთ სიზმარი, მოდით ვნახოთ განმარტება, მეცნიერული განმარტება, რომელსაც აკეთებს ესეთი მეცნიერება, რომელსაც ქვია ონტოფსიქოლოგია. აკადემიკოსი ანტონიო მენეგეტი მე-20 საუკუნის მაგიკანი, გენიოსი ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი აღმოაჩინა, ახსნა და გააფორმა როგორც მეცნიერება, რომელიც მიღებულია გაეროში, აკეთებს აი ესეთ განმარტვას. მოდით განვიხილოთ რა არის სიზმარი. სიზმარი, სონიო, ლათინური se omnium, ინდივიდი ყველაფერთან და ყველასთან მიმართებაში. ინდივიდი ყველაფერთან და ყველასთან მიმართებაში. ეს რაც შეეხება ლათინურიდან სიტყვის მნიშვნელობას, ეტიმოლოგიას. წავიდა განხილვა განმარტების. სიზმარი არის ჩვენი არსებობის ორგანული და ფუნქციონალური აქტივობის ჰოლისტიკური ასახვა. ესე იგი, სიზმარი ასახავს ჩვენი ორგანოზია ლაპარაკი ჯანმრთელობაზე. ჩვენი ორგანული და ფუნქციონალური აქტივობის ჰოლისტიკური ასახვა. ესე იგი, რას ნიშნავს ფუნქციონალური? ნებისმიერ ადამიანს, ჩემო მეგობრებო, გააჩნია თავისი პოტენციალი, თავისი გზა, თავისი ბუნებრივი კანონები. ბუნებრივი, როცა მე ვიზამბობ ბუნებრივს, ეს იმას არ ნიშნავს ხეზე და ტყეზე და ფლორაზე და ფაუნაზეა ლაპარაკი. არა, ჩვენ ვიცავთ ადამიანები ცხოვრობ დედამიწაზე, გვაქვს სოციალური კანონები, ხო, კულტურა, წესრიგი, ადაწესები და ასე შემდეგ. ასევე გვაქვს სისტემის კანონები, რომელსაც ჩვენთვის წერს სისტემა, სამინისტროები, პარლამენტი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. კანონები, ეს კოდექსები, სისხლის სამართლის კოდექსი, საგადასახადო კოდექსი, საგზაო წესრიგები და ასე შემდეგ. სისტემის კანონები. ადამიანი დედამიწაზე არსებობს, გააჩნია მას სამი კანონი. ერთს მოდით უწოდოთ სისტემის კანონი, რასაც წერენ, სახელმწიფო რასაც წერს. მეორე ქვია, რაც დაწერილი არ არის, მაგრამ მიღებულია საზოგადოებაში, სოციუმში, სოჩეტა საზოგადოებაში. მესამე კანონი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ადამიანებს, არის სიცოცხლის კანონი, ბუნების კანონი. აი ფიზიოლოგიურ დონეზე, ხო, სხეულის დონეზე ძალიან იოლია ამის გაგება. სხეულის ფიზიოლოგიური კანონი რას ნიშნავს? ესე იგი, ფიუსის მოვლენა, ხო, ფიზიოლოგიური კანონი. როდესაც ჩვენ წყალი წყურია, როდესაც ჩვენ გვეძინება, ეს ინსტინქტები, რა არის ინსტინქტი? ლოკალიზებული ნებისმიერ ორგანიზმში ცხოვრების კანონი. ეს ინსტინქტები პარლამენტის მოგონილი არ არის, მეზობლის მოგონილი არ არის, ბებიის მოგონილი არ არის, ეს მოიგონა თვითონ სიცოცხლემ. ბუნების კანონები, აი ეს ბუნების კანონები, რომლებიც არსებობს ჩვენში, ჩვენ უკვე გავჩდით აი ამ კანონებში და აი ამ კანონების მიხედვით. ფაქტის წინ ვდგევართ, რომ უნდა ვისუნთქოთ ჟანგბადი, რომ უნდა დავლიოთ წყალი, რომ უნდა დავიძინოთ, რომ ტემპერატურა აი ესეთი გჭირდება. ნუ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ბუნებას აქვს თავისი მარადიული უდრეკელი კანონები. არასდროს არ შეიცვლება ეს კანონები. ამიტომ რომ დაუბრუნდეთ, ხო, სიზმარი რა არის? ესე იგი, ორგანული და ფუნქციონალური აქტივობის ჰოლისტიკური ასახვა. რას ნიშნავს ფუნქციონალური? როგორ ფუნქციას მე ვასრულებ აი ამ დედამიწაზე? რა ფუნქციას, როგორ სწორი გზით მივდივარ? რამდენად ფუნქციონალური ვარ ჩემთვისაც და სხვებისთვისაც? არა აქვს მნიშვნელობა. პირად ცხოვრებაზეა ეს ლაპარაკი. ოჯახზეა ლაპარაკი. თვით აქტუალიზაციაზეა ლაპარაკი, პოტენციალზეა ლაპარაკი, სხვასთან დამოკიდებულებაზეა ლაპარაკი, თუ რაზეა ლაპარაკი, არა აქვს მნიშვნელობა. ფუნქციონალურობა. ესე იგი, სიზმარი ჰოლისტიკური სიტყვა, ბოდიში მოვედით, ჰოლისტიკური რას ნიშნავს? მთლიანად ასახავს, არაფერს არ გამოგიტოვებს.
ჰოლისტიკური მთლიანი ესე იგი სიზმარი არის აი ამ პოზიციების მთლიანი ასახვა, ესე იგი რაც შეეხება ჩვენს სხეულს და რაც შეეხება ჩვენს მოქმედებას მთლიანად საერთო დედამიწაზე და სოციუმში. ესე იგი სიზმარი ზუსტად ასახავს ამას ყველაფერს, არაფერს არ გამოტოვებს. გავაგრძელოთ სპონტანური რეფლექსური ოპერაციები. სპონტანური გასაგებია, რეფლექსური არის ანარეკლი, ესე იგი ირეკლავს, ესე იგი სიზმარი რომელიც არის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი ცნობიერი როგორც სარკეში ისე ირეკლავს. აი მას ქვია რეფლექსური ანარეკლი ირეკლავს. ოპერაციები, რომლებიც ხდება ძილის მდგომარეობაში, რომელსაც თან ახლავს ან არ ახლავს ემოციური ჩართულობა. ნუ გასაგებია, ხო? ან ჩავერთვეთ ემოციურად, ან არ ჩავერთვეთ. გავაგრძელოთ. ცნობიერების ცვლილებები ძილის დროს. ოკეი, ესეც გასაგებია, ხო? ძილის დროს იცვლება ეს ცნობიერება ჩვენი. ხატსახეების პროექციების ერთობლიობა. ესე იგი, ჩვენი ტვინი, ადამიანის ტვინი, კომპიუტერი ხომ მუშაობს ციფრებით 0011 იქ ციფრებია. ადამიანის ტვინი მეგობრებო მუშაობს ინფორმაციას ამუშავებს, იმახსოვრებს. პროცესები ჩვენს ტვინში, ნეირონებში, ჩვენს ტვინში არის ნეირონების სინაფსები, იქ ერთმანეთს გადაეცემა ეს ინფორმაცია, ხო, მაგრამ როგორის მეშვეობით, ხატსახეების მეშვეობით. რას ნიშნავს ხატსახე? მაგალითად, წარმოიდგინეთ მანქანა. ციფრები ხო არ არის ტვინში, არა, არის ხატსახე მანქანის. ყველამ თავისი ფერის წარმოიდგინა, თავისი მოდელი, გარკვეული ფანტაზიები, ყველაფერი ეს ინფორმაცია, რაც საერთოდ ტვინში რაც ხდება, ყველაფერი ხდება ხატსახეების მეშვეობით. და ის ინფორმაციაც, რომელიც არის სიზმარი, ისიც არის ხატსახეები. აი ამ ხატსახეების გარკვეული რაოდენობა, მთლიანობა. ხატსახეების პროექციების, რას ქვია პროექცია გასაგებია, ხო, პროექტორი. ესე იგი, აი როდესაც რაღაცა სხივს ვაგზავნით ჩვენ, ხო, კედელზე არის მისი პროექცია. ადრე კინოს აჩვენებდნენ ეგრე. ეხლა აჩვენებენ პროექტორი არსებობს, ხო? აქედან გამოდის, იქიდე პროექცია ხდება. აი ზუსტად ეს შეხდება აი ამ ხატსახეების პროექცია ჩვენს ტვინში, ჩვენს ცნობიერში. პროექციების ერთობლიობა, რომლებიც ახდენენ სუბიექტის რეალურ მდგომარეობის იდენტიფიკაციას. მოგვიყვეთ რა საინტერესოა, ესე იგი ეს ხატსახეების ერთობლიობა ახდენენ იდენტიფიკაციას, ესე იგი ზუსტად გეუბნებიან, უშეცდომოდ გეუბნებიან რეალურ მდგომარეობას. რას ნიშნავს რეალურ მდგომარეობას? უყურეთ, ჩვენ ადამიანები ხო ყოველთვის რაღაცა ჩვენი პოზიცია გვაქვს გარკვეულ სიტუაციაზე, რაღაცა ჩვენი მიზანი გვაქვს, რაღაცა ჩვენი ღირებულება გვაქვს, რაღაცა ჩვენი უდრეკელი, აი მაინც და მაინც გვინდა რომ ესე გავაკეთოთ, ან ესე იქნება და ასე დაჯერებულობა და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი პოზიციები, მაგრამ სიზმარი გაჩვენებს რეალურობას რა ხდება. რეალურობას რა გაჩვენებს სიზმარი. არა აქვს შეიძლება რას ფიქრობს ადამიანი ამაზე. გაჩვენებს პირდაპირ რეალურობას. ამჯერ ყოფილა სიტუაცია, აი ბოლო მაგალითი ერთი გოგო იყო, ჩემი კლიენტი რუსეთიდან, პალინა ერქვა 22 წლის გოგო ბავშვი. რომელმაც ინტერნეტში გაიცნო, აი ბოლო მაგალითს გიყვედებით რა. ინტერნეტში გაიცნო ბიჭი, იმაში ამერიკაში ცხოვრობს, შტატებში. და მე ჩემთან მოვიდა აი ამ კონსულტაციით, რომ შეკითხვით, რომ წავიდე თუ არა მასთან. იმიტომ რომ გოგოა ეშინია და ასე შემდეგ და მას ჰქონდა ფული შეგროვებული, რაღაცა ფული შეაგროვა, მშობლებმა იმებ დაეხმარა და ერთი $30,000 ჰქონდა და წუნდოდა ამერიკაში წასვლა და იქ რაღაცა სკოლის გახსნა. და მომიყვა სიზმარი. და მე უთხარი, რომ აი ამ სიზმრის მე ესე მომიყვა სიზმარი, ის ბიჭი დახვდა იქ აეროპორტში, თვითნავს ხედავდა, პოლიციელს ხედავდა, მე სასტუმროში დაპატიჟა, პოლიციელებთან ერთად და ასე შემდეგ და მე უთხარი, არა შვილო, მე უთხარი ამ შენი სიზმარი ამბობს იმას, რომ შენ უნდა იყო ძალიან ფრთხილი ამ ბიჭთან. და მოდი მე უთხარი სანამ წახვალ და ვასწავლე რამოდენიმე პოზიციები, რაღაცები რჩევა დარიგებები მივეცი, როგორ შეემოწმებინა და აეზუსტებინა ყველაფერი და სუსტად 2 კვირის მერე დამირეკა ტიროდა. თქვენ მართალი ყოფილხართო საერთოდ ყველაფერი გამიუფასიურავო და
გამიუფასურაო და შეაბუჩათ ამიგდო და საერთოდ არ აინტერესებს ჩემი სკოლა. მოკლედ ბევრი რაღაცა ის გამომიგზავნა აუდიო ჩანაწერი, ვისაც გაინტერესებდა არ ჯერა ჩემი გამოგიგზავნით პირადში, არაა პრობლემა. მოკლედ სიზმარი ზუსტად აჩვენებს და ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს მე ესეთი, ზუსტად აჩვენებს ადამიანის სიტუაციას. თუ გინდა სომატიკური პრობლემები, აი რაც შეეხება ორგანული ავადმყოფობას, ხო, პრობლემას. როდესაც ადამიანი მოდის ხო გარკვეული პრობლემების გამო, დღეს ვიცით რომ თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა რომ 90%-ზე მეტი დაავადებები ფსიქოსომატიკურია, ესე იგი მიზეზი დაავადების არის ფსიქიკაში. და როდესაც მოდის ადამიანი ხო მაგალითად გარკვეული პრობლემა აქვს, არა შეიძლება ასთმა იქნება ეს თუ უშვილობა იქნება ეს თუ ონკოლოგია იქნება და ასე შემდეგ, შაქრის დიაბეტი, ბევრი პრობლემა, ბევრი თელი ის არის იქ ცხრილი, რომლებიც მასა დაავადებების რისი მიზეზებიც არის ფსიქიკაში, ფსიქოსომატიკური 90%-ზე მეტი. მაგრამ ყოველთვის, როდესაც მე უკეთებ ანალიზს ხო ადამიანს, ვეძებ მიზეზს რო ვეძებ, რატომ აქვს ადამიანს პრობლემები ხო ორგანული. პირველი მან თუ მომიყვა მე სიზმარი, არ არსებობს იქ რაღაც შეცდომა იყოს. არ არსებობს, აი სიზმარი თუ დაინახა ადამიანმა ზუსტად გვაჩვენებს სიზმარი რაში არის, სად არის მიზეზი, დარღვეული კანონის ცხოვრების კანონის დარღვევის მიზეზი, რამაც მოიყვანა ადამიანი იმ სიტუაციაში, რომ ის გახდა ავად. მოდი ესე ვთქვათ, მოკლედ. მე ახლა ძალიან მოკლედ ვცდილობ, რომ გადმოგცეთ ძალიან ისეთი ინფორმაცია, რომელსაც რა თქმა უნდა სჭირდება უფრო მეტი და უფრო ფართო განხილვა, მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ ეს ყველაფერი არის უკვე თანამედროვე მეცნიერებაში აღმოჩენილი, დამტკიცებული, მიღებული. და მე თქვენს მონამორჩილს მაგალითად მაქვს დიპლომი, იტალიური სერტიფიკატები და დიპლომები რუსეთის, იტალიის, რომლებიც ნებას მაძლევენ ოფიციალურ დონეზე, გაიროში მიღებული, ვილაპარაკო ამაზე, გავაკეთო ლექციები და რაც გინდა, მოკლედ ოფიციალურ დონეზე. ის კი არა რაღაც მკითხაობა და ესეთი რაღაცები, თუმცა მე მკითხაობის წინააღმდეგიც არ ვარ, ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ ვისაც აინტერესებს რეალურად ხო თავისი ცხოვრება, თავისი სიზუსტე, მისთვის დღეს არსებობს ეს ინსტრუმენტები, ეს მეცნიერული აღმოჩენები, მშვენიერი 100%-იანი უშეცდომო. არაა პრობლემა. ზოგი ამბობს, რომ არ მესიზმრებაო, სიზმრებიო. ეს არასწორია. სიზმარი ადამიანს ესიზმრება ყოველთვის. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ ვიმახსოვრებთ ამ სიზმრებს. აი ამ პროცესს სიზმარს ქვია ონერიული მოქმედება, ონერიული პროცესი. ეს ონერიული პროცესი დღისითაც არ წყდება, მეგობრებო. მაგრამ უყურეთ რა ხდება? აი რო გავავლოთ პარალელი, ხო? ჩვენ ღამე ხო ხედავთ ვარსკვლავებს და დღისით აღარ ხედავთ. დღისით ჩვენ რო არ ხედავთ ვარსკვლავებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ არიან, ისინი გაქრნენ. ისინი როგორც იყვნენ ის პლანეტები, ის ვარსკვლავები, ისევე არიან. მაგრამ ჩვენ ვეღარ ხედავთ მათ, იმიტომ რომ ამოვიდა მზე და მზის შუქი არის უფრო ძლიერი, ვიდრე ის ვარსკვლავების შუქი. აი ზუსტად ესე არის ადამიანიც. როდესაც ჩვენ გავიღვიძებთ, ჩვენი ცნობიერია ჩაირთო და დაფარა ეს ონერიული მოქმედება, ეს ინფორმაცია, რასაც ქვია სიზმარის ინფორმაცია, ინტუიციის ინფორმაცია. ამიტომ სიზმარი ჩვენ გვესიზმრება ყოველთვის. მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიმახსოვრებთ. აი ამაშია საქმე. გავაგრძელოთ მეგობრებო. ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური და ონტიკური თვალსაზრისით ვისცერალური ნეიროგასტროენტეროლოგიური ტვინის მიერ წარმოქმნილი პროექციები. ესე იგი, მოგეთ ავტორი ლაპარაკობს იმაზე, რომ არის ნეიროგასტროენტეროლოგიული ტვინი, ვისცერალური. ესე იგი, ჩვენ როგორ გვასწავლიან სკოლაში, რომ ადამიანს მე ესე მასწავლიდნენ, რომ ადამიანს აქვს ორი ტვინი. ერთი აი ეს ცერებრალური, თავის ქალაში, მეორე კიდე ზურგის ტვინი, რაც არის ხერხემალში. აკადემიკმა გერშონმა აღმოაჩინა მესამე ტვინი, ვისცერალურ ზონაში. ესე იგი, აი აქ ნაწლავში, კუჭ ნაწლავში თურმე ადამიანს გააჩნია ძალიან ბევრი ნეირონები, თითქმის იმდენი, რამდენიც თავის ქალაში და ეს ტვინი, ნეიროგასტროენტეროლოგიური ტვინი არის ის პირველი სუბსტანცია, პირველი რადარი, პირველი ანტენა, რომელიც იჭერს აი ამ ინფორმაციას, რომელსაც უგზავნის ადამიანს სიზმარი. ონტოფსიქოლოგიურმა სკოლამ გახსნა გზა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევახციოთ ინტუიციის ფორმალიზაციის მომენტში.
რომლითაც ადამიანი ბუნებით არის დაჯილდოვებული. ესე იგი რაზეა ლაპარაკი, რომ ინტუიციის ფორმალიზაციის მომენტი. აი ამ სიზმარს მეგობრებო ზუსტად ადამიანს უგზავნის ინტუიცია, მისი ინტუიცია. სიზმარი არის მესიჯი, ინფორმაცია, რომელსაც გვიგზავნის ჩვენი ინტუიცია. და ჩვენმა ინტუიციამ კიდე ყველაფერი იცის ჩვენზე. აი ამიტომ არის რომ სიზმას არაფერი არ ეშლება. იქ არის ზუსტი ინფორმაცია. და კიდევ რა მინდა ვთქვა დღეს აი ამ პატარა მოკლე ვიდეოში, რომ სიზმარს უნდა თავისი სწორი ინტერპრეტაცია. სიზმრის ენა სულ სხვა არის. სიზმარს აქვს ბიოლოგიური ენა. მაგალითად უყურეთ, იქ არსებობს სამი კრიტერიუმი: სემანტიკური ფუნქციონალურობა, აი ამ სიმბოლოსი და მიზეზობრივი მოქმედება, მაგრამ აი დღეს ამაზე არ მინდა ლაპარაკი. უყურეთ, ბიოლოგიური კრიტერიუმი, ბიოს სიცოცხლე, რას ნიშნავს? აი მაგალითად, რაც ადამიანისთვის არის იდენტური და ფუნქციონალური ბიოლოგიური უჯრედის, როგორც ბიოლოგიური უჯრედი რო განვიხილოთ ადამიანი, აი ის ყველაფერი ისტორიულ ჩვენს რეალურობაში, ჩვენს აი ამ დედამიწაზე ისტორიაში, ისტორია ჩვენ წერთ ჩვენს ისტორიას, ის ყველაფერი არის ფუნქციონალური. უყურეთ კიდევ ერთხელ. მაგალითად, მოდით მაგალითზე უფრო კაი იქნება. მაგალითად, მე მესიზმრება, რომ ვიღაც ადამიანი მე მაძლევს ფულს. აი დღევანდელ რეალურობაში, ქალაქში, სოფელში, სოციუმში, სადაც მე ცხოვრობ რეალურად, ხო? სადაც ადამიანმა თვითონ მოიგონა ეს ფული. დღევანდელ რეალობაში, რა თქმა უნდა, ეს ფული კაია. მაგრამ მე თუ მესიზმრება ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მე მატყუებს. იცით რატო? იმიტომ რომ ფული ღმერთისთვის, ინტუიციისთვის, ვინც გვიგზავნის აი ამ ინფორმაციას, ფული არის ყალბი რაღაცა, ყალბი ღირებულება, ყალბი ფასეულობა, არაფერს არ ქაღალდია. აი გუგოს მაგალითი მე რო მოგიყევით წეღალ, იქ ერთ-ერთი მომენტი იყო სიზმარში ის, რომ ბიჭმა აჩუკა ბეჭედი. ხო, კიდე ერთხელ, ხო, როდესაც გოგო გათხოვდება ან ბიჭსხოლი მოყავს, ბეჭედი აი სიმბოლოა და ჩვენ მოვიგონეთ ეს ადაწესები, რომ ბეჭედი უნდა აჩუკო და რაღაცა, მაგრამ ბუნებისთვის, ხო, ცხოვრებისთვის, ღმერთისთვის, ინტუიციისთვის, ყოფიერებისთვის, არსისთვის ბეჭედი არის უბრალოდ ბრკინა, ოქრო. არაფერს არ ნიშნავს. ყალბი ღირებულება. აი ესეთი უცნაურო და საინტერესო აღმოჩენები არის გაკეთებული დღეს მეცნიერულად ბიზნესში, ჯანმრთელობაში, პირად ცხოვრებაში, ყველაფერში. ის ადამიანი, რომელიც აკონტროლებს თავის ღამეს, ის აკონტროლებს თავის ცხოვრებას. ამიტომ ზოგისთვის ეს არის სასაცილო, რასაც მე ახლა ვიძახი და თქვენ შემოგვიგლეთ, თუ ეს არის სასაცილო, გადართეთ და მოუყურეთ ჩემს ვიდეოს. მაგრამ ის ადამიანი კიდე ერთხელ ვისაც აინტერესებს თავისი ერთადერთი ცხოვრება და აინტერესებს სიზუსტე, ზუსტი მოქმედება, ზუსტი პოზიციები, ზუსტი არჩევნები, დღეს არსებობს ეს ჩვენიერი ინსტრუმენტები და ამიტომ შემომიერთით, მოაწერეთ ჩემს არხებს ხელი. აი ხლა ეს ვიდეო ვინ სადაც უყურეთ Facebook-ში, YouTube-ში დაბლა დავდებ მე იმას Telegram არხის links. აქაც მე მგონი Facebook-შიც, აქაც YouTube-შიც, მოკლედ ან ზემოთ იქნება, ან ქვემოთ იქნება, ვისაც გაინტერესებს შემომიერთით, ვისაც გექნება შეკითხვები დამისვით, ვისაც გაინტერესებთ კონსულტაცია, მოგზანდით, მოვილაპარაკეთ. თუ არ დაგეზარებათ, გაავრცელეთ ეს ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობებს. მადლობთ, კარგად იყავით, მომავალ შეხვედრამდე.